ნაციონალური მოძრაობა კი ანალოგიურ საახალწლო ღონისძიებებს დილიდან ბავშვთა სახლებში აწვევს. მმართველი გუნდის წევრები პატარებს ტკბილეულსა და სათამაშოებს ორიგებენ. საქართველოში სულ 35 ბავშვთა სახლია, სადაც 2300 მზრუნველობა მოკნებული ბავშვი იზრდება. მათ შორის 7 სახლი თბილისში მდებარეობს. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვების მიმართ ყურადღება ალბათ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. დღეს მივულოცეთ და აქვე აღნიშნეთ, რომ 2010 წელი იყოს ყველა შეჭირვებულის ბედნიერების ნუგეშის მომტანი წელი და ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე უფრო მეტად იფიქრებს იმაზე, რომ ამდენად საქველმოქმედო აქციები ამდენად მნიშვნელოვანია ესეთი ბავშვებისათვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მძნობიარე ნაწილი, ასე ვთქვათ, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა და საქართველოს მასშტაბით ამ ორი დღის განმავლობაში ყველა ბავშვთა სახლში მივა ნაციონალური მოძრაობა და ამ ბავშვებს მიულოცავს როგორც დამდეგშობას, ასევე ახალწელს დამდეგს. აგვიხარდა ჩვენ მოლოდნელი იყო სტუმრების მოსვლა და რა თქმა უნდა როგორც შემეგობას გავხარდა, ასევე ეს ძალიან გამიხარდა. დიდ მადლობას მოვახსენებ სტუმრებს. ანალოგიური აქცია ჩატარდა აფრიკის დასახლებაში მდებარე ბავშვთა სახლშიც. პატარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ესტუმრა რუსუდან კერვალიშვილი აღსაზრდელების კონცერტს დაესწრო. ღონისძიების შემდეგ კი ბავშვებს საახალწლო ნობათი დაუერგა. ბავშვებთან, ჩემ უახლოეს ადამიანებთან მომეცა საშუალება, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად მოსულიყავი და მოგვეტანა საჩუქრები ტკბილეული, მიგველოცა შობა ახალი წელი. ძალიან გახარებულები ვართ სულ ყველა, ძალიან გახარებული არიან ბავშვები.